დიახ, შესაძლებელია შაქრისთვის თავის დანებება 21 დღეში და მე გეტყვით როგორ. ხომ ამბობენ რომ ტკბილის გარეშე ვერ უძლებ, შაქარი მიყვარს ძალიან, შოკოლადი მიყვარს, ან თეთრ პურს ვერ ველევი. რატომ არის ამხელა განცდა და ამხელა დამოკიდებულება შაქარზე? იმიტომ რომ შაქარი ნარკოტიკია, ზუსტად ისე მოქმედებს როგორც მაგალითად სუსტი მორფინი, მიიღებს ადამიანი, იღებს სიამოვნებას, აქტიურებს ოპიოიდურ რეცეპტორებს და ადამიანს აქვს სიამოვნების განცდა. რაც მეტ შაქარს იღებს, უფრო მეტი უნდა. ამას ქვია ტოლერანტობა, ან ტოლერანტობა ვითარდება შაქრის მიმართ დროთა განმავლობაში, რაც ბევრს ჭამ, ნაკლებად ტკბილი გეჩვენება და უფრო მეტი გინდა და იმ სიამოვნების მისაღებად, რაც მანამდე გჭირდებოდა, უფრო მეტი დოზა გჭირდება. ზუსტად ისე როგორც ნარკოტიკი, ანუ პატარა მსუბუქი ნარკოტიკია, რბილი და მეტიც. როცა შაქარს არ იღებ, სტრესული ჰორმონები ძლიერდება, კორტიზოლი ძლიერდება და თავს გრძნობ ცუდად. და მერე უკვე შაქარი იმისთვის კი არ გჭირდება, რომ სიამოვნება მიიღო. შაქარი გჭირდება იმისთვის, რომ ცუდად აღარ იგრძნო თავი, რადგან უშაქრობა იუწყებს უკვე ცუდად ყოფნას. და ასე იწყება მანკიერი წრე, რაც მეტ შაქარს ჭამს, მეტი გინდა და რაც მეტი გინდა, მით უფრო მეტი გინდა. და მერე ამას მოყვება ჯანმრთელობის პრობლემები. და იტყვის ადამიანი, რომ თუ ასე მნიშვნელოვანია შაქარი, რომ ჩვენ ესეთი მგრძნობიარე ვართ შაქრის მიმართ, მაშინ რატომ გვექნება პრობლემა? ხომ შეიძლება ჩვენი ორგანიზმი რაგანა არ არის ჩვენ სასიკეთოდ მოწყობილი? პრობლემა რაშია? როცა ძველ დროში ადამიანი აგროვებდა, ან ნადირობდა და ასე შემდეგ, რაც ტკბილი იყო ჭამდა და ჩვენი ენა და რეცეპტორები მოწყობილია ისე, რომ შაქარს აღიქვალს და შაქარი სიამოვნებს ძალიან. რატო? იმიტომ რომ შაქარი თანდართული იყო ვიტამინებთან ერთად, ბოჭკოვანთან ერთად და ეს შაქარი რაც ხილში იყო, არ იყო პრობლემა ადამიანისთვის. პირიქით სასარგებლო იყო, ღებულობდა ვიტამინებს, რაც სჭირდებოდა ორგანიზმს აუცილებლად. მაგრამ დღეს, როცა დამატებული შაქარი აქვს ყველაფერს, აი სუფრის შაქარი, ჩვეულებრივი თეთრი შაქარი, ის ხომ დამატებულია, ანუ ის არ არის ორგანულად მიბმული სხვა მოლეკულებთან. დამატებული შაქარია და ჩვენი ორგანიზმისთვის ეს არის ძალიან დიდი სტრესი. ანუ ევოლუციურად შეჩვეული არა ვართ ამას. და ეს მოხდა ბოლო 100 წელიწადში, რაც ეს შაქრის ინდუსტრია გაძლიერდა ესე ძალიან და ყველაფერს შაქარს ვუშვებით. და ეს ორგანიზმისთვის პრობლემაა, ვერ უძლებს ამდენ შაქარს, დროთა განმავლობაში ინსულინ რეზისტენტობა ვითარდება, ინსულინ რეზისტენტობა ნიშნავს, რომ გლუკოზა ან გლუკოზა ან იგივე შაქარი და ეს შაქარი უნდა შევიდეს უჯრედებში, ან გლუკოზა უნდა შევიდეს უჯრედებში, ამისთვის სჭირდება ინსულინი. როცა ბევრია გლუკოზა, ინსულინი კარგავს ეფექტურობას. ეფექტურობას რო კარგავს, რაც შეიძლება პანკრეას უწევს, რომ მეტი და მეტი ინსულინი გამოიმუშავოს მეტს, პანკრეასი იტვირთება ძალიან, ნელ-ნელა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და იმ ინსულინსაც ვეღარ გამოიმუშავებს და ადამიანს ემართება დიაბეტი. ადამიანს ემართება დიაბეტი და მერე დიაბეტთანაა თან მირთული რამდენიმე მნიშვნელოვანი დაავადება, გულის დაავადებები, ნერვების დაავადებები, თირკმლის დაავადება. მეორეს მხრივ შაქარი თვითონ პირდაპირ ტოქსიურია ტვინისთვის, სისხლძარღვებისთვის, ნერვებისთვის და ადამიანის ორგანიზმი ნელ-ნელა ნადგურდება ამ შაქრისგან. შაქარი არის ნელი საწამლავი, რომელიც ჩვენ ესე ძალიან გვსიამოვნებს. და თავის დანებება შეიძლება, რა თქმა უნდა, უბრალოდ იწვევს სულაწყობნის შეგრძნებას რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგალითად თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, ხასიათის ცვლილებას, შფოთვას, დეპრესიას. ეს სიმპტომები, როცა შაქარს თავს ანებებს, ძლიერდება პირველი 2-3 დღის განმავლობაში და მე ნელ-ნელა სუსტდება. ერთი კვირის თავზე უკვე ძალიან შესუსტებულია. ანუ ერთი კვირა თუ გაუძლებ, შაქარს თავს დაანებებ. მარტივი ეს არის. ეხლა თვითონ როგორ გავაადვილოთ ეს პროცესი მთლიანად. მე7-დან დავიწყებ და პირველისკენ ჩავალ მე. რაც ყველაზე მთავარია ის კვევითაა, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ მომისმინეთ. მე7 არის ის საკვები დანამატები, რომელიც შაქრის მიმართ cravings ამცირებს. შაქრის მიმართ craving-ი რა არის, რომ აი ტკბილი მინდა, რომ ამბობს ადამიანი და აი ისე ძალიან უნდა, რომ მიდი ისე იმპულსურად ჭამს ტკბილს. ამისთვის არსებობს განსაკუთრებით ეს ხდება ჭამიდან 2 საათში ხოლმე, როცა გლუკოზა დავარდება, ადამიანს აქვს შაქრის craving-ი, აი ის რომ კარგად იგრძნოს თავი, ის რომ სტრესი მოიხსნას, მიდის ჭამ შაქარს.
ან შაქრის შემცველ რამე ტკბილს მოკლედ. ამისთვის გამოიყენება ორი მთავარი საკვები დანამატი, ეს არის მაგნიუმი და ეს არის ქრომი. ქრომი და მაგნიუმი. მაგნიუმი დაახლოებით 300 მილიგრამი, ქრომი 200 მიკროგრამი საკვებთან ერთად მიიღება როგორც წესი. ამცირებენ ეგენი კუჭი საკვების გადაადგილებასაც, მანდასაც ამცირებენ, ნაყროვანების გრძნობასაც ზრდიან და cravings ამცირებენ. მოკლედ, ძალიან დიდი დადებითი თვისებები აქვს ორივეს, ორივე მიიჩნევა უსაფრთხოდ და ორივე საკმაოდ ეფექტურია, მოკლედ. ამიტომ ადამიანს შეუძლია მიიღოს მშვიდად. მაგნიუმი კიდე დღის მეორე ნახევარში თუ მიიღებს ადამიანი, უკეთეს ძილს განაპირობებს და ამიტომ საღამოთი იღებენ ხოლმე ის ადამიანები განსაკუთრებით, ვისაც საღამოს craving-ები აქვს და საღამოთი უჭირს უფრო მეტად. მეექვსე, რასაც ვიტყოდი, ეს არის ერთი და იგივე დროს ჭამე. ერთი და იგივე დროს ჭამე და ჭამე სამჯერ დღის განმავლობაში. ანუ ამაზე მიდის ძალიან დიდი კამათი. ზოგი ამბობს, რომ დაიცავი 18 საათიანი ფანჯარა, ზოგი ამბობს, რომ 24 საათიანი, ზოგი ამბობს, დღეში ერთხელ ჭამე, ზოგი დღეში სამჯერ, ზოგი 5ჯერ და ცოტა ძალიან დიდი კამათია, მოკლედ. სადაც სიმართლე არის ძნელი დასადგენი, მაგრამ აი რომ ჩვენ საიდან გამოდივართ ახლა როგორ ვიტყვით სადაა სიმართლე ვიტყვით იქიდან გამომდინარე ყველაზე მეტი კვლევები სამეცნიერო მტკიცებულებები რას აქვს რაც თუ შევადარებთ ხო რა კვლევებიც იდება მეტაანალიზები მათ შორის ყველაზე დიდი მტკიცებულება აქვს რომ დღეში სამჯერ უნდა ჭამო სამჯერ სნექების გარეშე თუ გიჭირს ადამიანს სნექებით მაგრამ კვლევებით დადგინდა რომ სნექებს არ აქვს ობიექტური უპირატესობა არ აქვს სუბიექტურად შეიძლება ადამიანს ქონდეს მეტი დაცულობის შეგრძნება თუ შუაშიც რაღაცებს ჭამს ხო სნექი წახემსებას რასაც ვეძახით ჩვენ ეგ არის ერთ და იგივე სამი ჭამა დილით გაღვიძებიდან 1 საათში შემდეგ შუადღისას აი პირველი ჭამიდან დაახლოებით 4 საათის თავზე და მესამე ჭამა აი შუა ჭამიდან კიდე 4 საათის შემდეგ. ბოლო ჭამა სასურველია რომ იყოს დაახლოებით 3 საათით ადრე დაძინებამდე, ну ან 2 საათით ადრე. ამას აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ადამიანს არ ჩამოუყალიბდეს აი ეს მაგალითად როცა ჭამ ორჯერ ან როცა ჭამ ცოტაჯერ გშირდება ძალიან ანუ ორგანიზმი ესე ევოლუციურადაა მოწყობილი რომ როცა შიმშილის დიდი ეპიზოდები გაქვს ხანგრძლივი ეპიზოდები გაქვს როცა შენ თავს მშიერს ტოვებ მეტად გშია ძნელია მე თავის შეკავება და ასეთ შემთხვევაში თუ განსაზღვრული კალენდრულად განსაზღვრული ამდენჯერ შევჭამ მორჩა პრობლემა არ არის. მეხუთე, რასაც ვიტყოდი, არის დოფამინის წყარო მიიღე ოღონდ შაქრის გარეშე. დოფამინის წყარო შაქრის გარეშე რას ნიშნავს? მაგალითად, ჭამის შემდეგ 10 წუთი გაიარე. დოფამინს გაძლევს ეგ. დაახლოებით ისეთი გრძნობა გაქვს, რომ რაღაცა ტკბილი დააყოლე რა. ძნელია, რომ გაჩერდე და ადგე და გაიარე გამოიარო, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. თუ შეეჩვევი ამას, მით უმეტეს შესაძლებელია. მეორე რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მუსიკას მოусმინე მაგალითად. ან რამე ასევე რის გაკეთება შეგიძლიათ არის რომ რაიმე ძვირფასი თქვენთვის ძვირფასი და სასიამოვნო ჩაი იყიდოთ, რომელსაც იტყვით რომ აი ამას დავლებ მხოლოდ აი ამ დროს და მცირე დოზით მიერთვა ეგ როგორც თავის დაჯილდოება, ანუ ჯილდოს შეგრძნება რო გქონდეს. ჯილდოს შეგრძნება განაპირობებს დოფამინის გამომუშავებას. ან თქვენ რაც გიყვართ იმის გაკეთება, ისეთი რამე რაც შაქრის ჭამას არ მოითხოვს. ნებისმიერ ეგეთი რამე როგორც წესი დოფამინის წყარო. ანუ რიტუალები, მცირე რიტუალი, რომელიც არ მოითხოვს ტკბილის ჭამას. ეს არის მარტივი ფორმულა. მეოთხე, რასაც ვიტყოდი, არის შაქრის შემცვლელები. ადამიანი, რომელიც შეჩვეულია შაქრის ჭამას და ბევრი შაქრის ჭამას და დროთა განმავლობაში ეს უკვე მის ჩვევა, ძალიან ძნელია რომ უთხრა რომ დაანებე საერთოდ ტკბილის ჭამას თავი. ძალიან ძნელია. აი ამიტომ შაქრის შემცვლელები არის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა. შაქრის შემცვლელებიდან ასევე ერთ-ერთი საუკეთესო რაც არის ხოლმე არის ტკბილის ასმელები 0 კალორიით, მაგალითად ეს კოლები და რაღაც დასალევის ასმელები. ოღონდ აქ არის პრობლემა. ერთი პრობლემა არის ის, რომ ეს ასპარტამზე მაგალითად იყო პრობლემა დამატკბობელი, რომელიც კარცინოგენია და ანუ
კოლას მაგალითად დიდი დოზებით ვინც სვავს, სიმსივნეების რისკი იზრდება. ეს ერთი დიდი პრობლემა რაც აქვს. ოღონდ ძალიან დიდი დოზებია საუბარი. მცირე დოზებზე როგორც წესი არ მოქმედებს ხოლმე, მაგრამ მაინც გაფრთხილებული უნდა იყოს ადამიანი. მეორე დიდი პრობლემა ამ დამატკბობლიან სასმელებს აქვს, რომ ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია ესე, რომ როცა ჭამთ ტკბილს და სიტყვის რეცეპტორები ღიზიანდება, ანუ შეიგრძნობთ ტკბილს, ორგანიზმი ემზადება იმისთვის, რომ შენ კალორიულ საკვებს იღებ. აი ესეა მოწყობილი ჩვენი ორგანიზმი. და როცა იღებ ტკბილს, მაგრამ იმას კალორიები არ აქვს, როგორიცაა მაგალითად ეს ტკბილის სასმელები შაქრის გარეშე, ეს იწვევს კონფლიქტს თავის ტვინში და ეგ იწვევს მადის გაძლიერებას. ეგ იწვევს ბევრის ჭამას, კომპულსიურ ჭამას. და ეს არის პრობლემა და ამიტომაც არის რომ რამდენიმე კვლევა რომლის მიხედვითაც ადამიანები რომლებიც ეს მოიხმარნენ ასე შაქრის შემცვლელ საკვებს და ტკბილს, მაგრამ დაბალ კალორიულს, მეტად ჰქონდათ ჭარბიწონის პრობლემა, მეტად ჰქონდათ დიაბეტი. ეს რა თქმა უნდა არის პრობლემა რეალურად. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს თუ შაქრის შემცველთან მიდგება საქმე. ხო, სტევია და საქარინი და ძალიან ბევრნაირი შაქრის შემცველებია, რომელსაც არ აქვს კალორიები. მეტნაკლებად ესენი ყველა უსაფრთხოა, უმეტესად, მაგრამ აი ეს კომპონენტი აქვს, რომ შეიძლება მადის გაძლიერება გამოიწვევს. ამიტომ შენ თუ ძალიან დამოკიდებული ადამიანი ხარ შაქარზე, შეიძლება შენთვის იყოს სასარგებლო ასეთი დამატკბოლების გამოყენება, მაგრამ შენ თუ ხარ ადამიანი, რომელსაც ზოგადად დიდად შაქარი არ უყვარს, მაშინ არაა საჭირო ეგეთი სხვა შაქრის შემცველების გამოყენება. და მესამე აქვე რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, უსაფრთხო სასმელები. ყველაზე უსაფრთხო სასმელი რომელია? წყალი. მეორე ყველაზე უსაფრთხო სასმელი ჩაებია, სხვადასხვანაირი ჩაები დალიოს ადამიანმა. ყავა უშაქრო, ხო, თუ ძალიან უნდა, მაშინ კოლა და ეს შესაძლებელია, მაგრამ სასურველია რომ მოერიდოს. ხო, შეიძლება თუ არა ეს შუშხუნა და გაზირებული სასმელები, უშაქრო თუ არა, ძალიან ხა ბევრი ამ ნახშირორჟანგის მიღება არ არის კარგი, კუჭისთვისაც არ არის კარგი, ზომიერად რამე მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის, მაგრამ ზოგადად, როგორც ზოგადი პრინციპი, სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამიტომ თუნდაც იგივე წყლის მიღება დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, მანდასაც ამცირებს, ზედმეტსაც არ შეჭამ. კვლევითაც დადასტურებულია, რომ აი მარტო ისიც რომ დილით ვინც სვავს, თქვათ 300, 400 ან 500 მილილიტრ წყალს, დღის განმავლობაში იღებს დაახლოებით 13%-ით ნაკლებ კალორიას. 13% ხა შეიძლება ისე არაფრად მოგეჩვენოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ერთი ნაჭერი ნამცხვარია. ამიტომ ერთ ნაჭერი ნამცხვარი მოაკლო დღიურ რაციონს ცუდი არ არის. მეორე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის ისეთი საიდუმლო, რომელიც ყველა მიცის, მაგრამ მაინც საიდუმლოა. სახლ და მოაშორო ყველაფერი რაც ტკბილია. არ უნდა იყიდო უბრალოდ. და კვლევით დადასტურებულია, რომ აი ეს ადამიანები, ვინც არ ყიდულობენ უბრალოდ, ან თავის თუ არ გაჩნდება ეგ სახში, შენ ყიდულობ, ხო? და ვინც არ ყიდულობენ ამ ტკბილს, მცდელობების გარეშე 4-ჯერ ამცირებენ შაქრის მიღებას. ანუ თავისით რა, ანუ პრაქტიკულად თავისით შენი მნიშვნელოვანი მცდელობების გარეშე. უბრალოდ არ იყიდო, არ მოიტანო, ოჯახის წევრსაც უნდა უთხრა, რომ იყვნენ საპორტულები, ანუ გემხრობოდნენ შენს ქცევაში, გემხრობოდნენ იმაში, რას ჯანსაღსაც ნერგავ. ეს ანუ ოჯახის წევრების ახლობლების მეგობრობის თანადგომა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ აქ მათი ჩართულობაც აუცილებელია, რომ გააფრთხილო, უთხრა, რომ არა, მოდი არ ვიყიდოთ, მოდი დავანებოთ ცოტახანი ამას თავი. და პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც ვიტყოდი, არის რომ ცილა და ბოჭკო. ცილა და ბოჭკო. თუ ერთი რამე უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ შაქრის მიღება შეამციროთ, არის ცილა და ბოჭკო. ანუ ეს ისეთი ხრიკია, რომელიც მუშაობს, აი ნაღდად მუშაობს და ორგანიზმის ძალიან სასარგებლოა. რას
ნიშნავს ახლა ცილა და ბოჭკო? ცილა ნიშნავს რომ მაგალითად დილა დაიწყო კვერცხით, ორი კვერცხით. კვლევით დაასტურებული არა, აი ორი კვერცხით ვინც იწყებს დილას, მას ყველაზე ნაკლებად აქვს მოკლედ არა სულ აბსოლუტურად ყველაზე, მაგრამ კონტროლ ჯგუფებთან შედარებით უკეთესი craving-ების კონტროლი ქონდა. ნაკლებად უნდებოდა შაქარი, ნაკლებად უნდებოდა ტკბილი. დაიწყე დღე ცილით. დაიწყე დღე მაგალითად ქათმის ფილეთი ან კვერცხით შეიძლება ზოგ შემთხვევაში თხილეულით, სხვა მარცვლეულით, აი ჩია, სელის, თესლი და ესენი გარეული მაგალითად მარცვლოვნებში, მაგალითად შვრიის ფაფაში. ხო, ზოგი ადამიანი ამბობს, რომ შვრიის ფაფა მე უფრო მაშიებს და შემე. ხო, თუ გაშიებს, მაშინ ჯობია რომ კვერცხი, იმიტომ რომ კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალია, მოკლედ, რა მიღებულია, აი კვერცხით ვინც იწყებს, ყველაზე კაი კონტროლი აქვს. მე ახლა პროტეინები როა, პროტეინების როგორ არის, კაია თუ ცუდია. კარგია, პროტეინები მაგალითად ვეი პროტეინებს რო ეძახიან შრატის ცილები რომ არის, ფხვნილია, ჩაყარე ფაფაში, ჩაყარე რაღაც ან სმუზიების რომ აკეთებენ, ან წყალში გახსნილი გააჩნია, აქვს გემოები ოღონდ, იქაც შაქართან ფრთხილად იყავით რომ უშაქრო იყოს. მნიშვნელოვანია ძალიან ცილა მოკლედ, აი შაქრის საწინააღმდეგო თუ რამე არსებობს, ეგ ცილა რეალურად რა, ანუ შაქარს ეწინააღმდეგება ცილა. და იბერძნული იოგურტი მაგალითად, ყველი მაგალითად მდიდარი ცილებით, უნდა იყოს ნაკლები ცხიმებით, რასაც იყიდით რძის პროდუქტებს თუ იყიდით ნაკლები ცხიმებით. რძეზეც არის ხოლმე კიდე ბევრი კითხვა, რომ რძე როგორი სასმელია ახლა. თუ ვიტყვით რძეს რომ შაქარს წევს თუ არა, არ წევს. გლიკემიური ინდექსი აქვს დაბალი და მაგ მხრივ პრობლემა არ აქვს. მაგრამ მაინც მას აქვს შაქარი, ლაქტოზა, რძის შაქარია და ეს შაქარი მაინც შაქარია, მოკლედ. ეს შაქარი მაინც შაქრის რეცეპტორებზე მოქმედებს და ჩვენი ორგანიზმი მაინც აღიქვამს რომ შენ იღებ შაქარს. ამიტომ ამ 21 დღის განმავლობაში სასურველია რომ თავი შეიკავოთ. თუ შეძლებ, თავი შეიკავე. თუ ვერ შეძლებ, არა უშავს. თუ შეგიძლია მატერიალურად და ფინანსურად არის მაგალითად მცენარეული რძეები, ნუშის რძე და კიდე სხვა რძეებია, რომელიც ალტერნატივაა, რომელსაც როგორც წესი შაქრები არ აქვს და ამიტომაც ზვირიღის ხოლმე რომ შაქარს პრაქტიკულად არ იღებ მაგით. მაგრამ რძე დიდი პრობლემა მაინც არ არის და მიიჩნევა რომ პრობლემა არ არის. 21 დღეში ამ 3-4 კვირაში მოკლედ თუ შეძლებ თავის შეკავებას, მთლად უკეთესი. მეორე ნაწილი, რაც თქვით არის ბოჭკო. ბოჭკოებში საკვები ბოჭკო, ხსნადი ბოჭკო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო რამა რაც შეიძლება მიიღო. ხსნადი ბოჭკოს მაგალითია შვრია. ხსნადი ბოჭკოს მაგალითია მწვანე ბანანი. რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ხსნად ბოჭკოს, მაგრამ ბანანი ტკბილია და ნუ ეს 21 დღის განმავლობაში თავის შეკავება ჯობია, მე შეგიძლიათ ჩართოთ. ხსნადი ბოჭკოს მაგალითია სილიუმი. სილიუმი მაგალითად 5 გრამი რო უქნა სუპში ან სმუზიში ან რასაც აკეთებ დილით ფაფას თუ რამეს ესეც რო სილიუმი რო გავუკეთო დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს იღებ მოკლედ. შენს ორგანიზმს დიდ საქმეს უკეთებ. ნაწლავების სისტემასაც, ამცირებს შაქრის შეწოვასაც, აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობასაც, მოქმედებს როგორც პრებიოტიკი და ჩვენს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ანუ ბევრი დადებით თვისება აქვს ხსნად ბოჭკოს იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, საწმის მონელებელ სისტემას აუმჯობესებს, ვისაც შეკრულობა აქვს, იმის მდგომარეობას აუმჯობესებს, ყველაფერი რაც შეუძლია რომ გავუკეთოს ორგანიზმს კარგი მოკლედ აკეთებს, რატომაც არა, ამიტომ რატომ არ უნდა ანუ ის რომ სილიუმი დანერგოს ადამიანმა ყოველ დღე 5-დან 10 გრამამდე, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. ხო, გლუკომანანზეც რომ ამობენ ხოლმე, გლუკომანანი არის უფრო ძლიერი ვიდრე სილიუმი მოკლედ. ეგეც ერთნაირი მოქმედება აქვს მოკლედ, ეგეც ბოჭკოა, ეგეც წყალს იკავშირებს დიდი რაოდენობით, ეგეც სისავსის შეგრნებას იწვევს და
ოღონდ გლუკომანანს თან ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ გაფართოება იცის და აი არ გაიჭეროს ადამიანს ყელში, მე იქ არ გაფართოვდეს და უსაფრთხოების პრობლემები აქვს ხოლმე, ну, ადრე ყოველ შემთხვევაში ფხნილის სახით ვინც იღებს და ზოგჯერ ვერ ყლაპავდნენ კარგად, მე და იყო შემთხვევა, რომ ეს დაიხრჩვა ადამიანი და ამიტომ არა გლუკომანანთან ცოტა სიფრთხილეა საჭირო, თუმცა მიიჩნევა მოკლედ რომ სასარგებლო კარგია და შეიძლება მიიღოს ადამიანმა მით უმეტეს ახლა კაფსულირებული ფორმით არის ხოლმე და კაფსულირებული ფორმით არაფერი არ გაფართოვდება ისე რომ რამე უქნას ადამიანს თუ დიდი რაოდენობით წყალს მიაყოლებს ადამიანი. ამიტომ საკვები ბოჭკო და ცილა არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იმის რომ შაქართავი დაანებოთ. კიდე პატარა რაღაცები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ძილი მაგალითად 7-8 საათი, რათა სტრესული ჰორმონმა არ მოიმატოს. ფიზიკური აქტივობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინების და მინერალების მიღება, რომ არ ქონდეს დეფიციტი. ასევე ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტმა იცის კრეივინგები და მადის გაძლიერება. შესაბამისად, ანუ ყველა ფრონტიდან უნდა შეუტიოთ და შაქრისთვის თავის დანება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აი ეს იყო რის თქმა წმინდა და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.